ფინანსური თავისუფლების მოპოვება არ არის სწრაფი გამდიდრების სქემა. ეს არის გრძელვადიანი, სტრატეგიული და დისციპლინირებული პროცესი. სრული ფინანსური თავისუფლება ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც თქვენი პასიური შემოსავალი, ინვესტიციებიდან, ბიზნესიდან, უძრავი ქონებიდან ფარავს თქვენს ცხოვრებისეულ ხარჯებს და აღარ გიწევთ ფულის გამო მუშაობა. იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, საჭიროა რამდენიმე ფუნდამენტური ეტაპის თანმიმდევრული გავლა. 1. მენტალური მზაობა და მიზნის კონკრეტიზაცია. ფინანსური თავისუფლება ყველასთვის სხვადასხვა რიცხვს ნიშნავს. პირველი ნაბიჯი ამ რიცხვის გამოთვლაა. 4%-იანი წესი და FIRE მოძრაობა. ეს წესი, Financial Independence, Retire Early, გვეუბნება, რომ თუ გსურთ იცხოვროთ მხოლოდ თქვენი ინვესტიციებით, უნდა დააგროვოთ თანხა, რომელიც თქვენი წლიური ხარჯების 25%-ს უდრის. მაგალითი, თუ თქვენი სასურველი ყოველთვიური ხარჯი არის 3,000 ლარი, წლიურად 36,000 ლარი, თქვენი ფინანსური თავისუფლების სამიზნე კაპიტალი არის 36,000 გამრავლებული 25-ზე, ანუ 900,000 ლარი. ამ თანხის უსაფრთხოდ ინვესტირებისას, საშუალოდ 4-5% წლიური სუფთა ამონაგებით, შეგიძლიათ ყოველწლიურად გამოიტანოთ 36,000 ლარი, ისე რომ ძირითადი კაპიტალი არ ამოგეწუროთ. 2. ბიუჯეტირება და ხრელების ამოვსება. ვერ მართავთ იმას, რასაც ვერ ზომავთ. აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, საიდან მოდის და სად მიდის თქვენი ფული. აღრიცხვა. გამოიყენეთ აპლიკაციები, Wallet, Spendi ან Excel-ის ცხრილი ხარჯების კატეგორიზაციისთვის. 50-30-20 წესი. ეს არის ფინანსების მართვის ოქროს სტანდარტი. 50% აუცილებელი ხარჯები, ქირა, კომუნალურები, საკვები, ტრანსპორტი, 30% პიროდი სურვილები, გართობა, მოგზაურობა, რესტორნები, 20% დანაზოგი და ინვესტიციები. ეს არის თქვენი თავისუფლების ფონდი. 3. ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის, Emergency Fund-ის შექმნა. სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, უნდა დაიზღვიოთ თავი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემა, მოცულობა. ეს თანხა უნდა ფარავდეს თქვენი ოჯახის 3-დან 6 თვამდე აუცილებელ ხარჯებს. ხელმისაწვდომობა. თანხა უნდა იდოს მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას, მაგალითად შემნახველ ანაბარზე, რათა საჭიროებისთანავე შეძლოთ გამოგენება. 4. ვალების ოპტიმიზაცია და გასტუმრება. ყველა ვალი ერთნაირი არ არის. ფინანსური თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ცუდი ვალები ყველაზე დიდი მუხრუჭია. ცუდი ვალები, სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ბარათები, აქვთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი. დაიწყეთ მათი გასტუმრება ზვავის მეთოდით, ანუ ჯერ იხდით ყველაზე მაღალ პროცენტიან სესხს, ან თოვლის გუნდის მეთოდით, ჯერ იხდით ყველაზე მცირე მოცულობის სესხს, მოტივაციისთვის. კარგი ვალები, მაგალითად იპოთეკა ზომიერ პროცენტში, თუ თქვენი ინვესტიციები უფრო მაღალ პროცენტს გამოიმუშავებს, ვიდრე იპოთეკის საპროცენტო განაკვეთია, ამ ვალის სწრაფი დაფარვა აუცილებელი არ არის. 5. შემოსავლების დივერსიფიკაცია. მხოლოდ დანაზოგით ფინანსურ თავისუფლებას ვერ მიაღწევთ. აუცილებელია შემოსავლების გაზრდა. აქტიური შემოსავლის ზრდა. ინვესტიცია ჩადით საკუთარ განათლებასა და უნარებში. მოითხოვეთ ხელფასის გაზრდა ან შეიცვალეთ სამსახური უკეთესი პირობებით. დამატებითი შემოსავლის წყაროები, ფრილენსინგი, კონსულტაციები, მცირე ელკომერცია. 6. ინვესტირება და კაპიტალის გაზრდა. მთავარი ძღავი. ფული, რომელიც უბრალოდ საბანკო ანაგარზე დევს, ინფლაციის გამო ყოველდღიურად უფასურდება. თქვენი ფული უნდა მუშაობდეს თქვენთვის. რთული პროცენტის, compound interest-ის ძალა. ეს არის პროცენტის დარიცხვა უკვე დარიცხულ პროცენტზე. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით უფრო დიდ შედეგს მოიტანს დრო. აქტივების კლასები, აქციები, ინდექს ფონდები. მაგალითად, S&P 500-ში ინვესტირება ნიშნავს ამერიკის 500 საუკეთესო კომპანიაში წილის ყიდვას. ისტორიულად ის მოყავს 8-10% წლიური ზრდა. ობლიგაციები, შედარებით დაბალ რისკიანი და დაბალ შემოსავლიანი ინსტრუმენტი კაპიტალის დაბალანსებისთვის. უძრავი ქონება. აქირავებთ და იღებთ სტაბილურ ყოველთვიურ შემოსავალს, ქირას, პლუს ქონების ფასის ზრდას. 7. ცხოვრების სტილის ინფლაციის თავიდან არიდება. ეს არის ყველაზე გავრცელებული ხაფანგი. როდესაც ადამიანს ეზრდება შემოსავალი, ავტომატურად ზრდის ხარჯებსაც, ყიდულობს უკეთეს მანქანას, გადადის უფრო ძვირადი ბინაში. წესი. თუ თქვენი შემოსავალი გაზრდილი 20%-ით, ნება მიცეთ თქვენს ხარჯებს გაზრდილად მხოლოდ 5%-ით, დანარჩენი 15% მიმართეთ ინვესტიციებში. შეჯამება.
გზა ფინანსურ თავისუფლებამდე მოითხოვს ხარჯების შეგნებულ კონტროლს, დაუდებელი ფონდის შექმნას, ვალების მართვას და რაც მთავარია, თანხის სისტემატურ ინვესტირებას დროთა განმავლობაში.